სახალხო დამცველის მძიმე ანგარიში, რომელიც სოციალური საცხოვრისებს, თავშესაფრებს და ასევე მსგავსი დაწესებულებებს უკავშირდება, მონიტორინგის შედეგად საცხოვრისების ნაწილში გამოკვეთილია არაერთი სერიოზული გამოწვევა, მათ შორის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ შენობებში ადამიანების ხანგრძლივი ცხოვრება, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების სერიოზული დარღვევები, კლიმატური პირობებისგან დაუცველი საცხოვრებელი გარემო, საცხოვრებელი სიმცირე, სერვისისა და მენეჯმენტის არარსებობა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოში კვლავაც არ არსებობს სოციალური საცხოვრისების და თავშესაფრების მოწყობის ერთიანი სამართლებრივი და სტანდარტიზირებული ჩარჩო, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს სათანადო საცხოვრებლის უფლების ეფექტიან რეალიზაციას. მარიამ ლეკიაშვილი გვერდდება პირდაპირ ეთერში, სწორედ ის გაგვაცნობს ანგარიშის მთავარ აქცენტებს. დიახ, თამარ, სახალხო დამცველმა გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოში სოციალური საცხოვრისების შესახებ. დოკუმენტი არის საკმაოდ ვრცელი და მოიცავს 60-მდე გვერდს და ეფუძნება საქართველოში 2025 წელს 12 ქალაქში მდებარე 18 სოციალურ საცხოვრისში ჩატარებულ მონიტორინგს. ამ ანგარიშში ასევე არის დართული ფოტოებიც, რომლებიც ნათლად ასახავს თუ რა მდგომარეობაშია დღესდღეობით საქართველოში სოციალური საცხოვრისები, ასევე ხაზგასმით არის ნათქვამი ისიც, რომ უმეტესობა მათგანი არის საცხოვრებლად უვარგისი და შესაძლოა, რომ სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველიც კი იყოს. ეს დოკუმენტი ადასტურებს იმ კვლევასაც, რასაც ატარებდა სოციალური სამართლიანობის ცენტრი რამდენიმე წლის განმავლობაში და ამტკიცებდა, რომ ქართული ოცნება არ ზრუნავს საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლეზე და ეს საცხოვრებლები სწორედ სიცოცხლისთვის იყო საშიში. ახლა თქვენ შეგიძლიათ მოისმინოთ ის შეფასებები, რომლებსაც ვკითხულობთ სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში. საცხოვრებელი ფიზიკური მდგომარეობა იმდენად კრიტიკულია, რომ დაწესებულება არ შეიძლება ჩაითვალოს ეგრეთ წოდებული ჭერის მქონედ. შენობის გარკვეული ნაწილი მთლიანად ჩამოშლილია. მარჯვენა ფლიგელს პრაქტიკულად არ აქვს კედლები და ფანჯრები. ჭერი დაზიანებულია, ან პრაქტიკულად არც არსებობს. ოთახებში არსებობს სამშენებლო მასალების ჩამოვარდნის საშიშროება. შენობა ერთი შეხედვითაც კრიტიკულ მდგომარეობაშია და მასში ყოფნა ნებისმიერ დროს სიცოცხლისთვის სახიფათოა. აღნიშნულ შენობაში პირები და ოჯახები რამდენიმე ათეული წელია ცხოვრობენ. შენობას აღენიშნება ბზარები, ჩამოშლილი ფასადი, სინესტე. შენობის მდგრადობა კითხვის ნიშნებს აჩენს, ჭერიდან სვივა სამშენებლო მასალა და რჩება ღიად. ამის შედეგად საცხოვრისის ჭერზე რამდენიმე ადგილას არის სარიელი ადგილები. ასევე არსებობს საშიშროება ჭერის დარჩენილი ნაწილის ჩამოქცევის. აივნების მდგომარეობა კრიტიკულია. დაწესებულებაში არსებული საცხოვრებელი პირობები ღირსების შემოახავია და მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოების მხრიდან გადაუდებელ რეაგირებას საჭიროებს. შენობაში არის დაბზარული, დაობებული და ალაგ-ალაგ ჩამონგრეული კედლები, ჩამოშლილი ბათქაში, მორყეულია ან არ არსებობს დამცავი მოაჯირები. ასევე პერიოდულად ფასადიდან მოსაპირკეთებელი მასალის ცვენა საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ პირებს. არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რასაც ჩვენ წლების განმავლობაში ვამბობდით რიგ საცხოვრისებთან მიმართებით, რომ სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს უსახლკარ ადამიანების სათანადო ღირსეული საცხოვრისით უზრუნველყოფა და ის პირობები, თუ როგორშიც ცხოვრობენ ჩვენი თანამოქალაქეები, აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ყველა ვალდებულებას, რომელიც საქართველოს როგორც სახელმწიფოს აქვს ნაკისრი საერთაშორისო ხელშეკრულებებით. ამიტომ ეს ანგარიში კიდევ ერთი დასტურია და აჩვენებს ძალიან მძიმე ჩავარდნებს, რომელიც არსებობს ქვეყანაში. სახალხო დამცველმა პირველად ანგარიში სოციალური საცხოვრისების შესახებ 2015 წელს გამოაქვეყნა, მოგვიანებით 2022 წელს ეს ანგარიში განახლდა, თუმცა ეს იყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ჭრილში. დღეს კი ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ამდენი წლის შემდეგაც ეს პრობლემა სოციალური საცხოვრისების კუთხით არ არის მოგვარებული და რა თქმა უნდა, ამიტომ იკვეთება ქართული ოცნების სისტემური პრობლემა.